დანიის, შვედეთის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები თბილისში შეხვედრებს განაგრძობენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს შემდეგ მათ თბილისი მერიოდში გადაინაცვლეს და არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ქვეყნის ევროინტეგრაცია და მოსალოდნელი საფრთხეები. ამ თემაზე გაამახვილა ყურადღება მესამე სექტორმა და ევროპელ დიპლომატებს მმართველი გუნდის ზოგიერთი წევრის განცხადებებიც გააცნო. საგარეო კურსზე ისაუბრეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებაც. ლევან ჩუგოშვილისგან გავიგებთ დეტალებს. ლევან, დავიწყოთ მესამე სექტორთან შეხვედრით, კონკრეტულად ვისი განცხადებები გააცნეს არასამთავრობოებმა ევროპელ სტუმრებს? თუმცა თემები რაც დააყენა არასამთავრობო სექტორმა უცხოელ სტუმრებთან იყო საკმაოდ მწვავე. მათ ისაუბრეს გოგი თოფაძის ხმაურიან განცხადებებზე ნატოსთან დაკავშირებით და გამოთქვეს შეშფოთება, რომ მთავრობა მსგავს განცხადებებზე შესაბამის ყურადღებას არ ამახვილებს. ასევე ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ბიძინა ივანიშვილის განცხადებები არასამთავრობო სექტორთან დაკავშირებით და ის კრიტიკა, რასაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი გამოთქვამს მესამე სექტორთან დაკავშირებით. თავის მხრივ არასამთავრობოებმა მიიღეს პირობა საგარეო საქმეთა მინისტრების მხრიდან, რომ ისინი დააყენებენ ამ საკითხებს უკვე მთავრობის იმ წევრებთანაც ისინი დღის განმავლობაში შეხვდებიან. საუბრეთ იმ ანტიევროპულ დისკურსზე, რომელიც ბოლო პერიოდში ისმის, მათ შორის ზოგიერთი თანამდებობის პირის მხრიდანაც და მის შესაძლო ძალიან ცუდ შედეგებზე საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის. მათ შორის იყო გოგი თოფაძის განცხადებაზეც და ზოგადად განცხადებებზე, რომლებიც ასევე არასამთავრობო სექტორის საქმიანობას უკავშირდებოდა. თქვენ იცით, რომ არაერთხელ ბოლო პერიოდში არასამთავრობო სექტორი გახდა სამართალ თავდასხმის მსხვერპლი, ისმის ძალიან საეჭვოდ კითხვები დაფინანსების და სხვა მიმართულებით, რაც დამახასიათებელი არ არის ევროპული ქვეყნების დისკურსისთვის. კრიტიკულები ვიყავით ჩვენ ნამდვილად, სწორედ იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რაც გაკეთდა ხელისუფლების და მმართველი კოალიციის წარმომადგენლების მხრიდან. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ სამწუხაროდ ხშირად ხელისუფლების მხრიდან არ ხდება დაგმობა იმ განცხადებების, რაც თუნდაც კოალიციის წარმომადგენლების მხრიდან კეთდება და რაც შეიცავს აშკარად რუსულ პროპაგანდას და რუსულ რიტორიკას. მნიშვნელოვანია მთავრობამ გადადგას ეფექტური ნაბიჯები იმისთვის, რომ ის პრორუსული ჯგუფები, რომლებიც გააქტიურდნენ განსაკუთრებით რეგიონებში, რომლებიც მცდარ ინფორმაციას აწვდიან მოსახლეობას იმასთან დაკავშირებით, რომ ნატო არის ცუდი, რომ ევროკავშირი არის ცუდი, მათ წინააღმდეგ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას. არასამთავრობოებთან შეხვედრის შემდეგ უკვე უცხოელმა სტუმრებმა მოლაპარაკებები გამართეს ოპოზიციურ პარტიებთან. პირველ ჯერზე ისინი შეხვდნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს, მოგვიანებით კი უკვე შეხვედრა გაიმართა თავისუფალ დემოკრატებთან. თავისუფალმა დემოკრატებმა დღეს რამდენიმე საკითხზე ისაუბრეს უცხოელ სტუმრებთან, მათ შორის თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეებზე და მათ დაკავებაზე, ასევე ნაციონალური მოძრაობის წევრებმა გაამახვილეს ყურადღება ევროინტეგრაციის საფრთხეზე, იმაზე, რაზეც საუბრობდა მანამდე ასევე არასამთავრობო სექტორი. დავაყენეთ პირველ რიგში ჩვენი მხრიდან საკითხი, რომელიც ეხება თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების უკანონო პატიმრობას. ისაუბრეთ პროკურატურის ოფისის, მთავარი პროკურორის ოფისის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სასამართლოს რეფორმირების აუცილებლობაზე და იმ საფრთხეებზე, რომელიც მოდის ჩვენს ქვეყანაში მზარდი რუსული პროპაგანდის და აგიტაციური საქმიანობის შედეგად. ჩვენ დაუდასტურებთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს, რომ თავისუფალი დემოკრატები არიან ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის დამცველები, იყვნენ და ყოველთვის იქნებიან და რომ ჩვენ ოპოზიციასაც შეგვიძლია ძალიან დიდი როლი ვითამაშოთ იმაში, რომ მთავრობამ და ხელისუფლებამ ვერ მოახერხოს ამ კურსის შენელება. ჩვენ მივაწოდოთ მათ ჩვენი ხედვა იმ მთავარი გამოწვევების, რომელიც აქვს საქართველოს გარედან, ანუ ჩვენ შილოვით მეზობელისგან, ჩვენი აგრესორისგან და საქართველოს შიგნით ჩვენი მთავრობის პოლიტიკის შედეგად. ეს ორი პრობლემა სწორედ ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის კომბინაციაში ერთად ჩვენი ქვეყნის მომავალს და მათ შორის რა თქმა უნდა ის ეროზია, რომელსაც ჩვენ ვხედავთ როგორც პროდასალური კურსის მიმართულებით, ისე რეალურ დამძიმებას ქვეყნის შიგნით ეკონომიკური მდგომარეობის, ადამიანის უფლებების მიმართულების, პოლიტიკური დევნის. შვედეთის, დანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ამ წუთებშიც განაგრძობენ ოფიციალურ შეხვედრებს დედაქალაქში. მათ დღის განმავლობაში ექნებათ შეხვედრები ქვეყნის პრემიერთან, პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან და ამის შემდეგ უკვე ქვეყანას დატოვებენ. მადლობა, ეს იყო ლევან ჩუგოშვილი.